შოხევის ახალი მოწვევით საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა. დეპუტატებმა ვერ შეძლეს თავმჯდომარის არჩევა. კოალიციის კანდიდატმა ნოდარ ქარციოძემ ხვების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. შოხევიდან სატელეფონო ხაზზეა ქეთი არჯევანიძე. ქეთი, როდის განახდება საკრებულოს სხდომა? იმ შემთხვევაში თუ ქვორუმი შეიკრიბება, სხდომა დღესვე განახლდება. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. სხდომაზე დასახელებულმა კანდიდატმა ნოდარ ქარციოძემ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. 24 დეპუტატიდან მას მხარი 10-მა დაუჭირა, მაშინ 13 აუცილებელი. ხმების ათვლის შემდეგ 1 საათიანი შესვენება გამოცხადდა, თუმცა შესვენება აღნიშნულ დროზე მეთხანს გაგრძელდა, რამაც პროტესტი გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებში. საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით შესვენების პერიოდში კონსულტაციები გამგებელთან მიმდინარეობდა. შესვენება 1 საათს გადააჭარბა და სხდომა ხელახალი კენჭისყრისთვის გადაიდო. მიზეზი, როგორც სხდომის უხუცესი ხელმძღვანელი აცხადებს, ფორუმის არასებობა გახდა.